ტრადიციულად რუსთაველის გამზირიდან გიერთებით იქ, სადაც 140 დღეზე მეტია პროევროპული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მიუხედავად მეტეოროლოგიური პირობებისა, დღესასწაულებისა, იქნება ეს რელიგიური დღესასწაულები, თუ სახელმწიფო მნიშვნელობის დღესასწაულები და თარიღები. მოქალაქეები მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და დღესაც გადაწყვეტეს ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმონ ერთად ქაშვეთის ეკლესიის მოპირდაპირეთ და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, შეკრებილნი არიან მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად მონაწილეობენ პროტესტში, რომელიც დაწყებულია 2024 წლის 28 ნოემბრიდან. სახალხო ერთობის მნიშვნელობაზე და ზოგადად პროტესტის გაგრძელების მნიშვნელობაზე მიუხედავად დღესასწაულებისა, მიუხედავად თარიღებისა, ჩვენ გავაგრძელებთ რესპონდენტებთან ერთად და ახლა ლევან ღამბაშიძეს გავისაუბრებთ. პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება საღამოშტობისა. ბატონო ლევან, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მიუხედავად დღესასწაულებისა, მიუხედავად თარიღებისა, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველს და დღესაც გადაწყვიტეს, რომ იმათ ერთად ეს ბრწყინვალე დღესასწაული. რაზე მიანიშნებს ის, რომ ხალხი მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთად არის და მაინც დგას რუსთაველის გამზირზე? ხო, ვილოცავ ყველას, ვინც დღეს ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. რაღაცნაირად ჩვენ უნდა გავიაზრეთ ყველამ, რომ სახელმწიფო წაგვართვეს, აღარა გვაქვს, ანუ სახელმწიფო ინსტიტუციები საქართველოს ხალხის აღარ არის, იმიტომ რომ ამ ინსტიტუციების მიღმა საქართველოს მოქალაქეების ნება არ დგას. შესაბამისად, ქართულმა ნებამ გადმოინაცვლა უკვე სხვაგან, ანუ რაღაცნაირად რუსთაველი გახდა ის ადგილი, სადაც ჩვენ რაღაც სახელმწიფოს ქმნით თითქოს და იმ იდეას დამოუკიდებლობის და რაღაც ევროპისკენ ინტეგრაციის ყველა ის, რაც ჩვენ პრინციპში კონსტიტუციაში გვიწერია, აქ ვიცავთ ამას და პარალელურად რაღაცნაირად მივსდევთ კალენდარულად საქართველოს ისტორიას და საქართველოს კულტურას, ანუ ვაცოცხლებთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი არის და ზუსტად ეს სამწუხაროდ აი სახელმწიფოს დაკარგვასთან ერთად უფრო წინ წამოიწია იმ ყველა ფასეულობამ, რომელიც ჩვენი კულტურის წიაღში იყო. შესაბამისად, ქართველებისთვის ეს ყველა დღესასწაული, რაც ერთად გავიარეთ, კიდევ დამატებითი რაღაცნაირი ღირებულების მატარებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სხვა ჩვენ აღარაფერი აღარ დაგვშა გარდა ერთმანეთისა და გარდა აი ამ კულტურული მოვლენების, რომელიც რაღაცნაირად გაზდევს ამ ჩვენს ბრძოლასაც და თითქოს ვიმეორებთ იმ წარსულში რაც გადაგვხდა, იმას ვაცოცხლებთ. ხო, იქნება ეს 31 მარტი, 9 აპრილი და ასე შემდეგ. ამიტომ დღესაც აქ ერთად ყოფნა ამ ჩვენი უკვე ახალად შექმნილი მეგობრობის, ერთობის ძალიან დიდი სიმბოლო არის, იმიტომ რომ ხშირად არ აღვნიშნავდით ხოლმე ჩვენ დღესასწაულებს ერთად და დღეს უკვე სხვანაირად შეკრული ერი დგას სხვანაირად ფეხზე და ცდილობს რაღაცნაირად აი ეს ერთობა აი ამ მნიშვნელოვან დღეებზე აღნიშნოს. დიდი მადლობა. ლევან ღამბაშიძეს უსმენთ თქვენ ევრონიუს ჯორჯიას პირდაპირ ეთერში. დადგა უკვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, შესრულდა ღამის 12 საათი და რუსთაველის გამზირზე არის საზეიმო განწყობა, ქართული მრავალხმიანობა, არის განუყოფელი ნაწილი ყველა რელიგიური დღესასწაულისა და ახლაც სრულდება საგალობლები რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან. შეძლებთ ახლა მაყურებელი ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში მოსმენას და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში.
სანთლებით ხელში მოქალაქეები უკვე მეორე აღდგომას ხვდებიან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების ფარგლებში. შარშან ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებისას მაისშიც მოქალაქეები მსგავსად შეხვდნენ რუსთაველის გამზირზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ხოლო წელს არის პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით და ბუნებრივია მოქალაქეებმა ეს ტრადიცია არ დაარღვიეს. ახალი წლის შოუბის დღესასწაულების შემდგომ ასევე სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის თარიღის აღნიშვნის შემდგომ 31 მარტი იქნებოდა ეს თუ 9 აპრილის ტრაგედია. მოქალაქეები ამჯერად ისევ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეიკრიბნენ. დღეს მანამ სანამ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მოვიდოდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან სანთლებით ხელში დადგებოდნენ და შეეგებებოდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მანამდე მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, გადაინაცვლეს მათ გმირთა მოედანზე მსვლელობით, გაიმეორეს შარშან 19 აპრილის საპროტესტო მსვლელობა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დადეს ფიცი გმირთა მემორიალთან, გმირთა მოედანზე, სადაც ბრძოლომდე ბრძოლის პირობა დადეს ქვეყნის დამოუკიდებელი ევროპული მომავლისთვის რუსეთის გარეშე, როგორც ისინი ამბობენ და როგორც ეს ნათქვამი იყო ფიცის ტექსტში. აქ იმყოფებიან როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე იმყოფებიან პატიმრობაში მყოფ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ უკვე არაერთი თვე არის და მოითხოვენ დაკავებულ პირთა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წელს 50-ზე მეტი პატიმარი ხვდება აღდგომის დღესასწაულს საპატიმრო დაწესებულებებში. მათ შორის არის ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. პატიმართა ოჯახის წევრებიც იმყოფებიან და ისინი ახლა არიან დაახლოებით პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. აქ იმყოფებიან ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღაში და ბოლო დღეების განმავლობაში მათი არაერთი საპროტესტო აქცია მსვლელობა თუ მარში ვიხილეთ, პრინციპში ესეთ სიტუაცია თვეების განმავლობაშიც. ეკლესიის ზარების ფონზე კვლავ სრულდება საგალობლები და ასევე შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის გამზირზე ახლა მოქალაქეები პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არიან, გულისხმობ 9 აპრილის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, პირველ საჯარო სკოლასთანაც არიან და შეიძლება ითქვას, რომ სანთლებით არის გადანათებული ახლა ქვეყნის და ქალაქის ცენტრალური გამზირი, რომელიც საპროტესტო კერად არის ქცეული. ერთმანეთს ულოცავენ მოქალაქეები, ერთმანეთს ამხნევებენ და ეუბნებიან, რომ ბრძოლა ამ პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს არაერთი მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბუნებრივია მათ ვესაუბრებოდით და ისინი განმარტავდნენ აქციის მონაწილეები, რომ პროტესტი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამას მოაქვს კონკრეტული პოლიტიკური შედეგი ქვეყნისთვის და ამაზე დგას მთლიანად პროტესტი, რომელიც 140 დღეზე მეტია გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით. განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთი რამ აერთიანებთ ახლა მოქალაქეებს, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს არის სამშობლოს სიყვარული, როგორც ისინი აცხადებენ და დღევანდელი დღე, რომელიც მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად აღნიშნონ რუსთაველის გამზირზე. დღეს საღამოს პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შეხვდა პატიმრობაში მყოფ პირთა ოჯახების წევრებს და მათთან ერთად მოგვიანებით გაემართა და მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელიც როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთის წინ გმირთა მოედანზე მივიდა და მოგვიანებით ისევ დაბრუნდა პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირზე. ასევე მოქალაქეები ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს ერთიანობის მნიშვნელობას, ერთობის მნიშვნელობას, მიიჩნევენ, რომ განურჩევლად თარიღებისა მათი ერთად ყოფნა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა არ დაიღოს და საბოლოო მიზნის მიღწევამდე და საბოლოო ასევე პირობების შესრულებამდე, რაც არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შეტარება სამართლიან გარემოში და პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან ეს შესრულდეს და ბრძოლა აი ამ მიზნების მიღწევამდე გაგრძელდეს. მეცდები ახლა ოპერატორს ვთხოვო გაჩვენოთ რა ვითარება უშუალოდ ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიასთან. აქ როგორც გითხარით, მსახიობებიც იმყოფებიან. ჩვენ აი ოდნავ აქეთ რომ გადმოვინაცვლოთ პირველი საჯარო სკოლის
მიმართულებით, რადგან ყველაზე მეტი ხალხი აი ამ წუთისთვის აქ არის შეკრებილი, სანთლებით არიან ხელში, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ფანრებით და საკმაოდ ემოციური სანახაობაა, რომ ამდენი მოქალაქე დღეს შეიკრიბა და ერთმანეთს ახლა ულოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. შევეცდებით გადავინაცვლოთ ახლა და გავესაუბროთ ასევე მოქალაქეებს, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე მოვიდნენ და მათ ვკითხოთ აზრი, აი მსახიობ გივიკო ბარათაშვილს ხედავ, თუ მსახიობს ხედავ უკაცრავად და იგივე კვირიკაძის ბოდიში. გიგოსაც აღდგომის წინა დღესასწაულს პროტესტი გრძელდება და მიუხედავად თარიღებისა ჩვენ ხედავთ, რომ მოქალაქეები აღგლებიან, მაინც მოდიან ქალაქის მთავარ გამზირზე და ერთად ხვდებიან ყველა იმ დღესასწაულს, ეს რელიგიური თუ სახელმწიფო მნიშვნელობის. აი, ამ ერთიანობის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ და პროტესტის გაგრძელება რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი? პროტესტის გაგრძელება პირველ რიგში არის აუცილებელი ჩვენი პატიმრებისთვის, უკანონოდ დაკავებული ბიჭებისთვის, რომ მათ იცოდნენ, რომ ისინი ჩვენ ვართ მათ გვერდში და ვართ მათი თანამებრძოლები და ესეთ მძიმე სიტუაციაში არ ვაპირებთ მათ მიტოვებას, იმიტომ რომ ბრძოლა დავიწყეთ ერთად და ბრძოლას დავასრულებთ ერთად. ასევე მნიშვნელოვანი არის აღდგომა იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ჩვენი ხმა, არ გადავიდეს ქვეყანა რაღაცა დიქტატორულ რეჟიმს, რომელზეც არის სამწუხაროდ გადასული, მაგრამ ზუსტად ამის წინააღმდეგობისთვის ვდგავართ აქ და ეს არის მთავარი და დღეს აი ისევ ქვაშეთთან, როგორც შარშან ამ დროს, ისევ შევიკრიბეთ ერთად თანამებრძოლები და ერთად აღნიშნოთ აღდგომას. დიდი მადლობა. ირაკლი კვირიკაძეს უსმენდით, თქვენ მსახიობს პირდაპირ ეთერში, კულტურის სფეროს პროტესტი დაანონსდა კულტურის სამინისტროსთანაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც მათ გააპროტესტეს ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც ეს გადაწყვეტილება მიიღო მაშინ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების შემდგომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გადაწყვეტეს, რომ უწყვეტი თეატრალური საპროტესტო კერა შეექმნათ. ჯერჯერობით გეგმების შესახებ დეტალურად არ არის ცნობილი, თუმცა სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს რამდენიმე დღეში უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, სავარაუდოდ, როდესაც დღესასწაულებიც გადაივლის და მოქალაქეები კვლავ დაბრუნდებიან უფრო მასობრივად რუსთაველის გამზირზე და დედაქალაქში სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ. ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიასთან გადავინაცვლებთ ახლა, აქ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის შეკრებილი და ისინი ერთმანეთს ულოცავენ აღდგომის დღესასწაულს, სანთლებით ხელში ისმის შეძახილები პერიოდულად. შეგვიძლია ეს კადრი გაჩვენოთ ახლა პირდაპირ ეთერში, როგორ ხდება საქართველოს პროევროპული პროტესტის ფარგლებში ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აქ მოხალისეები ცხელის ასმელებით უმასპინძლდებიან მოქალაქეებს, ასევე სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, კვერცხი და პასკაც არის მოტანილი, აი წითელი კვერცხები შეღებილი და მოქალაქეები აი ამ ფორმით ცდილობენ, რომ გაუმასპინძლდნენ, როგორც ისინი ამბობენ, თანამებრძოლებს და ამ ფორმით შექმნან სადღესასწაულო განწყობა ქვეყნის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე. გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, როგორც ეს არის დაგეგმილი.